თუ კი სისტემურ ადმინისტრირებაში ხართ, ალბათ ეს სიტუაცია თქვენთვისაც ნაცნობია. აყენებთ სერვერზე Windows Deployment Services, ანუ WDS. იმავე სერვერზე, სადაც DHCP გაქვთ და ბუმ, არაფერი მუშაობს. ხო და დღეს სწორედ ამ კლასიკურ თავსათეხს ვეჭვიდებით. ვნახოთ როგორ დავამეგობროთ ეს ორი სერვისი, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. აბა წარმოიდგინეთ, რა მაგარია. როცა შეგიძლია Windows-ი ერთდროულად ათეულობით კომპიუტერზე დააყენო, თანაც სრულად ავტომატურად. ეს ხომ ყველა სისტემური ადმინისტრატორის ოცნებაა. აღარც ფლეშკებით სირბილი გიწევს და დროც საოცრად იზოგება. ხო და სწორედ ამ ოცნების ასრულებაში გვეხმარება Windows Deployment Services, იგივე WDS. ეს არის სერვერული როლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ოპერაციული სისტემები პირდაპირ ქსელიდან დავაყენოთ. მარტივად რომ თქვათ, გავიწყდებათ USB დისკები და სხვა ფიზიკური მატარებლები. მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება და WDS-ის იმავე სერვერზე აყენებს, სადაც DHCP გიმუშავებს, იწყება ნამდვილი თავისტკივილი. კომპიუტერები უბრალოდ ვეღარ იგებენ, როგორ ჩაიტვირტონ ქსელიდან. ეკრანზე კი ჩნდება ის ყველასთვის საძულველი შეცდომა PXE bootზე. აი პრობლემის სათავევეც. საქმე პორტების კონფლიქტშია. შეხედეთ, DHCP სერვერიც და WDS-ის PXE სერვერიც, ანუ ის კომპონენტი, რომელიც ქსელიდან ჩატვირთვაზეა პასუხისგებელი, ორივე ცდილობს, რომ კლიენტების მოთხოვნებს ერთსა და იმავე UDP პორტებზე მოусმინოს, 67-ზე და 68-ზე. ხომ ხვდებით? ეს იგივეა თითქოს ორი ადამიანი ერთსა და იმავე ტელეფონთან ზის და ორივე ცდილობს ერთდროულად უპასუხოს ზარს. ბუნებრიდია, მხოლოდ ერთი შეძლებს ამას. შედეგად კი სრული ქაოსი და გაუგებრობა იქმნება ჩვენს ქსელში. მაშ რა ვქნათ? როგორ აუხსნათ ამ ორ სერვისს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ? როგორ გაუნაწილოთ როლები, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს? გამოსავალი DHCP-ის ოფციებშია. ეს არის სპეციალური პარამეტრები, რომლებითაც ჩვენ მართავთ პროცესს. ჩვენთვის თავარია სამი ოფცია. ოფცია 60 ეუბნება სისტემას, რომ კომპიუტერი PXE კლიენტია. ოფცია 66 უთითებს, თუ რომელ სერვერზე ეძებოს ჩასატვირთი ფაილები, ანუ ჩვენს WDS სერვერზე. და ბოლოს ოფცია 67 აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად რომელი ფაილი უნდა გადმოწეროს. და აი აქ არის ერთი მთხევარი სირთულე. როგორც ეს ციტატაც გვეუბნება, ოფცია 60-ის ჩვეულებრივი გრაფიკული DHCP კონსოლიდან ვერ შეცვლით. აუცილებლად დაგჭირდება ბრძანებათა ხაზის ინსტრუმენტი, ძველი და გამოცდილი NetShot EXE. კლასიკური გზა ესა იგი NetShot-ზე გადის. პროცესი საკმაოდ მარტივია. ვხსნით command prompts ადმინისტრატორის უფლებებით, შევდივართ NetShot-ში, მერე DHCP-ში, უკავშირდებით ჩვენს სერვერს და ბოლოს ვაძლევთ ბრძანებას, რომ ოფცია 60-ის მნიშვნელობად დააყენოს PXE client. სულ ესაა. თუმცა მოდი ვაღიაროთ, NetShot ცოტა მოძვალებულია. დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო თანამედროვე და მძლავრი ინსტრუმენტი, PowerShell. ის არა მარტო იგივეს გაკეთების საშუალებას გვაძლევს, არამედ ბევრად მოქნილია და პროცესის ავტომატიზაციაც შეგვიძლია. PowerShell-ით მუშაობისას პირველი ნაბიჯი არის ის, რომ DHCP სერვერს, ასე თქვათ, ვაასწავლოთ რა არის ოფცია 60. Add DHCP server v4 option definition ბრძანებით ჩვენ ვქმნით ამ ოფციის ახალ განსაზღვრებას, რომ მერე მისი გამოყენება შევძლოთ. და როგორც კი ეს განსაზღვრება შექმნილია, მეორე ნაბიჯით უკვე ვიყენებთ მას. Set DHCP server v4 option value ბრძანებით ვეუბნებით სერვერს, რომ ჩვენს მიერ მითითებულ IP მისამართების დიაპაზონში, ანუ scope-ში, ოფცია 60 მიანიჭოს ნიშნულობა PXE client. ჯერ ვქმნით წეს, მერე კი ვამბობთ ვიზე უნდა გავრცელდეს ის. ძალიან კარგი. ესე იგი პრობლემა მოგვარებულია, კონფლიქტი აღარ არის და DHCP და WDS უკვე მეგობრები არიან. მაგრამ აქ ხო არ მთავრდება ყველაფერი, არა? ახლა როცა ყველაფერი მუშაობს, ჩნდება ახალი, უფრო დიდი გამოწვევა. როგორ დავაყენოთ Windows-ი ერთდროულად 50-ან 100 კომპიუტერზე ისე, რომ მთელი ქსელი არ გადავტვირთოთ? ამ კითხვაზე პასუხი არის multicast transmission. წარმოიდგინეთ, რომ 100 სტუდენტისთვის კითხულობთ ლექციას. თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ხო არ გაუმეორებთ ერთსა და იმავეს? რა თქმა უნდა, არა. ერთხელ იტყვით და ყველა ერთდროულად მოისმენს. Multicast-ით ზუსტად ასე მუშაობს. სერვერი აგზავნის მონაცემთა ერთ ნაკადს და მას ყველა კლიენტი ერთდროულად იღებს. ეს კი საოცრად ზოგავს ქსელის რესურსს. ანუ რაშია მთავარი აზრი? ის ერთი შეხედვით პატარა პრობლემა, პორტების კონფლიქტი რომ მოვაგვარეთ, არ იყო უბრალოდ ტექნიკური დეტალი. ამით ჩვენ გავხსენით კარი ბევრად უფრო სერიოზული და მაგარი ფუნქციონალურისკენ, როგორიცაა მაგალითად multicast-ით deployment-ი. და ბოლოს, ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა.
როცა ეს ორი გიგანტი DHCP და WDS უკვე შეთანხმებულად მუშაობს, დააფიქრდით. კიდევ რისი დამატება, რისი ავტომატიზაცია შეგიძლიათ თქვენს ქსელში. ეს უკვე შემდეგი ძალიან საინტერესო ნაბიჯია თქვენს გზაზე კიდევ უფრო დახვეწილი ინფრასტრუქტურის ასაწყობად.